კაცობრიობის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონებაა, რომლებმაც ადამიანთა ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს, მათ შორისაა ელექტროენერგია. პირველი ელექტრონათურის იდეა 1978 წელს ტომას ედისონს ეკუთვნის. თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება ადამიანთა შესაძლებლობები და მოთხოვნილებები. ამის კარგი მაგალითი სულ ახლახანს ბოლნისში დამონტაჟებული ქუჩის განათება. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ბოლნისში, ბოლნისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე. აქ განხორციელდა ჩვენი პროექტი ქუჩის ენერგოეფექტური და ალტერნატიული ტექნოლოგიების საშუალებით განათება. ეს არის საქართველოში პირველი პროექტი ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით ქუჩის განათების. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგია. შესაბამისად, ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება ხდება და უამრავი სხვა ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტები. მომავალში ალბათ განხორციელდება დანარჩენ ქუჩებზეც. საერთოდ ქვემო ქართლის რეგიონში თითქმის 30-მდე სოფლისთვის გავაკეთეთ ჩვენ ენერგოეფექტური განათების პროექტები და თანდათან ყველა ალბათ შესრულდება. ჩვენი მაყურებლისთვის უფრო მარტივი გასაგები რომ გახდეს, განმარტავთ, რომ ეს გახლავთ საქართველოში მზის პირველი ავტონომიური ელექტროსისტემა, ანუ მზის მიკროელექტროსადგური, რომლის საშუალებითაც მზის ენერგიიდან ვღებულობთ ელექტროენერგიას. რა პრინციპზე მუშაობს ეს განათების სისტემა? აქ არის გამოყენებული ფოტომოდულები, რომელიც სინათლის ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად. ეს ენერგია ფოტოდამუხტველი მოწყობილობის საშუალებით შედის ქიმიური ენერგიის წყაროში, აკუმულატორში, დღისით და ღამე შუქდიოდებიანი სანათი ღებულობს ენერგიას ქიმიური ენერგიის წყაროდან, აკუმულატორიდან. ბოლნისში მისი დამონტაჟება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და დაფინანსებით მოხდა. ეს რა თქმა უნდა დაზოგავს ელექტროენერგიის მოხმარებას და უფრო თანამედროვე ტექნოლოგია და უფრო პრაქტიკული და უფრო მისაღებია დღევანდელი პერიოდისთვის. ასე მივიჩნევთ ჩვენ და ამიტომ მოხდა ამის დაპროექტება, დაფინანსება და განხორციელება. გვეგმავთ სხვა ქუჩების განათებასაც, ჯერ მოხდება მიღათი მოპირკეთება, კომუნიკაციების მოწყობა და შემდეგ საბოლოოდ მოხდება მზის სისტემის განათების გავრცელება სხვა ქუჩებსაც. ბოლნისიდან კახეთში გადავინაცვლეთ, კერძოდ თელავის რაიონში, სოფელ ახატალის მკვიდრის ანზორ ჯაფარიძის მეურნეობაში. იგი პირველი აღმოჩნდა ადგილობრივებს შორის, ვის სახლშიც ნათურა აინთო, როგორც გვეუბნებიან სოფელს ელექტროენერგია დღემდე არ აქვს. ჩვენ ვიმყოფებით კახეთში, თელავის რაიონში, სოფელ ახატალში. ეს არის ბატონ ანზორ ჯაფარიძის ფერმერული მეურნეობა, სადაც პირველად საქართველოში გავაკეთეთ ალტერნატიული ენერგოწყაროს მიწოდება მზის ენერგიაზე. აქ ჩვენს წინაშეა პატარა მიკრო სადგური, რომელიც გამოიმუშავებს 2 კილოვატამდე ელექტროენერგიას. რა მოხმარებაც აქვს მეურნეობას, ბატონმა ანზორმა გთხოვა, რომ გაგვეკეთებინა, დაგვეკმაყოფილებინა ამ მეურნეობის მოთხოვნა. ელექტროსადგური ასეთნაირად მუშაობს. ეს არის მზის პანელები, ეგრეთ წოდებული ფოტომოდულები, რომლებიც მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად. ეს არის მუდმივი დენის ენერგია დაახლოებით 40-45 ვოლტი ძაბვით. ეს ენერგია ფოტოდამუხტავი მოწყობილობის საშუალებით ეწოდება ქიმიური ენერგიის წყაროს, დამგროვებელს, მუხტავს აკუმულატორს და ერთდროულად მუდმივი დენის ცვლადი დენად გარდამქმნელი საშუალებით ამუშავებს ცვლადი დენის მომხმარებლებს, რომლებიც მეც აღარ ჩამოვთვალე. ფოტოპანელების ჯამური სიმძლავრე არის პიკური სიმძლავრე, ეგრეთ წოდებული და 500 ვატი. ეს არის ის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელსაც მზის პანელები იძლევა იმ შემთხვევაში, როდესაც მზის ენერგია 1 კვადრატულ მეტრზე დედამიწის 1 კვადრატულ მეტრზე 1000 ვატის ტოლია. ის ფერმერები, რომლებიც ძალიან მოშორებული არიან
ენერგოწყაროებთან, ელექტროქსელებთან და მიუწვდომელია მათთვის რომ განათებული კონდეს საკუთარი მეურნეობები, განაპირობა და მიგვიყვანა ამ აზრამდე იმ თემამ რომ ალტერნატიული განათლების წყაროები შეუქმნათ ფერმერებს. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი. მე ვერც წარმომედგინა თუ შეიძლებოდა რომ ალაზნის ველებზე ამ ტრამალებში ასეთი რაღაცა შექმნილიყო. მაგრამ აი დადგა ის დღე, როდესაც ბატონი დავით დვალის, სანდრო შარაშენიძის ხელმძღვანელობით აი შესრულდა ეს ოცნება, დაიდგა დანადგარი, რომელმაც სასწაულის შედეგი მოგვცა. დაგვანახა ის, რაც შეპირებული იყო ყველაფერი შეასრულა. მე აქვე აი აქედან გამომდინარე რა კი ამდენი საშუალება და ამდენი ელექტროფიკაციის საშუალებამაც გავაკეთე ფერმის შენობა, მინდა იქ გავაკეთო ბაწარმოო მეცხოველობა, ჩემი ფრინველი მყავდა, ჩემი ძალიან სერიოზული მეურნეობას ვფიქრობ. სამომავლოდ კომპანია აფსთას მიერ მაღალმთიან რეგიონებშიც იგეგმება მზის მიკროელექტროსადგურების დადგმა. საგულისხმოა, რომ მაღალმთიან რეგიონებში 39 სოფელს ელექტროენერგია დღესაც არ მიეწოდება. მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით გეგმაში არის როგორც მოსახლეობის ელექტროუზრუნველყოფა ალტერნატიული ენერგიის წყაროდან, ასევე განათება ქუჩების, დასახლებული ტერიტორიების, ჩვენ განზრახული გვაქვს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ლტოლვილების დასახლების ელექტროუზრუნველყოფა და ქუჩების განათება, 3 დასახლება არის იქ. ასევე ისტორიული ძეგლების როგორც მინათება, ასევე ელექტროუზრუნველყოფა აი ამ მინათების და კიდევ სხვა პროექტები, ასევე უფრო მძლავრი ელექტროსადგურები, მზის ელექტროსადგურები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში გვაქვს დაგეგმილი, რომ მომავალში პროექტები მზად გვაქვს და ალბათ შენებლობასაც დავიწყებთ. რაც შეეხება რამდენად მისაწვდომია მათი მოთხოვნიდან გამომდინარე თუ რა ენერგია ჭირდებათ, აი ამის მიხედვით იქნება ფასებიც და მისი გადახდის ერთჯერადი მომსახურება რა თქმა უნდა. რაც შეეხება დანარჩენ შემდეგ მომსახურებას, ხალხს გავუსვამ, რომ 10 წლის განმავლობაში არავითარი მომსახურების პროში არავითარი ელემენტებს და რამეს გამოცვლა არ დაჭირდება. ასე რომ მზადა ვართ მცირე პატარა მიკროსადგურებიდან დაწყებული გიგანტურ სადგურებამდე ჩვენ კომპანიამ მობილიზებულია კომპანია აფსთა ეს პროექტები შეასრულოს. როგორც დაპროექტებით, ასევე შესრულებით. იმედია ამ ინოვაციას მეტი მხარდაჭერა ექნება როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან და მისი დანერგვა სხვა რაიონებშიც მოხერხდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოსახლეობის ეკონომიკურ ხარჯებს.